მალაყმაძეების ოჯახი, ოღონდ მართლა გულწრფელად გავგიჟდი. მაგრები ხართ ძალიან. ბატონო ემზარ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. განსაკუთრებულად, იმიტომ რომ აი ოქროს ოჯახი გყავთ. და მოდი გამოცანით ოჯახის წევრები. მოგესალმებით. ემზარი მალაყმაძე. დამაარსებელი მალაყმაძეების ოჯახისა, ჩემი მეუღლე ცირახი კილაძე, საკუთარ გვარზეა ჯერჯერობით არც ვაპირებ გადმოყვანას. შუათანა ვაზიშვილი მათე, ეს ბიჭი 9 წლის იყო პატარების დიდ შოუში, ძალიან კარგად გამოვიდა. უფროსი ვაზიშვილი გურამ მალაყმაძე, რაც მე თუ ამ ინსტრუმენტები ვიცი, ყველაფერი წამართვა იცის ჩემზე უკეთესად. ისწავლე. რა თქმა უნდა, უკეთ ჩემი რძალი, ლიკა გაბელაია, აბაშედა. აჰა. პიანისტი. და გვყავს კიდევ პატარა ვაზიშვილი ონისე მალაყმაძე, ჯერჯერობით არ გამოვყავს არენაზე, ვინ ახავთ საუკეთესო აჰა, ესე იგი ონისესთვის ცალკე უნდა ჩამოვიდეთ. აუცილებლად მოგიწევთ. როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე? არ გამიცინია. არა? როგორ შეგიყვარდათ? ბარ შემყარებია. აბა რა მოხდა, ხო დაინახეთ დამანახეს ეგრევე ვთქვა, წამო თუ არა და დაღუპული ხარ. რო დაინახეს? და პირველად გამოყვა ესე ბრმა? გამყურნა. სად ნახეთ? ქალაქში დედაჩემს ესტუმრად და მე დავხვდი. დედას უთხარი თქვენ? თქვა დედა, ჩემი პირველი ღმერთი, მაგრამ წვიდავს ჩემს ცხოვრებას. და გადაწყვიტა დედამ და შექმნით ოჯახი. მაგრამ დედაჩემა უარი მითხრა, მივიდეთ ოჯახში და როგორც ქართული წესია ვეთ. ნუ ეს ადამიანი მგონია რომ სუხუმროთ, თქვენ მომიყევით. მართლა მასე. როგორ იყო მომიყევით? მართლა არ მიცნობდა. დედამთილის გამორჩეული ვარ, დედამთილის გამორჩეული. დედამთილმა გამოგარჩიათ და კი, მან დამინახა ერთხელ მოვეწონე, ხო და მე ურჩია თავის შვილს. ხედავ, კაცო. ეს იყო მოკლე ისტორია. და ბოლო რომ მოიყვანეთ სოლი, როდის შეგიყვარდათ მერე? იმ დღეს აღამოდა. იმ დღეს. ესე იგი ისე გამაშტერდეს ფანდური. დავიჭი. რა იცი? ხო. სიყვარულია, მისი არ მოვა. ნელა ერთად ვარ, არც ვერდებით, ხო ხედავ. და უკვე ჩავებით ოჯახის ფერხულში. ერთად დავიწყეთ სამსახური, ერთად მივდიოდით, ერთად ეს იყო თან გაცნობა, თან იყო მოწონება, სიმპათია, სიყვარულიც, ბავშვიც, ოჯახიც და ყველაფერი მოვიდა ერთად მოვედით აქამდე. ეს სიმღერა როდის გაიმღერეთ? თუ როდის მანამდე ვიღინებდით ინდივიდუალურად ისე რა, სანათესაოში ასე რაღაცა. ჩვენ მარტო წყვილი დოლით და გარმონით. დოლით გარმონით სანათესაოში თუ სადმე ის სტუმრობა იყო ჩვენ ვიჯექით ყოველთვის. დოლი გარმონით. აჰა. პირველად როდის იჩხუბეთ? აი, ნახე სამივესე ცინება. პირველად როდის იჩხუბეთ? ვიჩხუბეთ, ხო? რა ვიცი. აბა არ ვიჩხუბეთ, რა ვიცი. ჩხუბს ასწრახი კამათს თუ ჩხუბს. როცა ერთი პროფესიის ვარ, კამათი ყოველთვის არის. აჰა. კამათი არის ყოველთვის. რომელი ჯობნით? ჯობნით. რომელი იბუტებით? თქვენ, ხო? როგორ გირიგდებათ? არც ყვა, ვერ ხვდებით როგორ ვიგდებით. რაღაც იძულებული ვართო შევრიგდეთ ასე. არ ვიგდება? არა, მე გეტყვი ბატონო გია, რაც არ უნდა რამეზე ვიკამათოთ, ხო? ისეთი სამსახური გვაქვს. სცენაზე ავდგოთ ერთად ვაპარაკებთ. და 3 საათზე ყველა ვდგავართ სცენაზე, თითქოს არაფერი არ მომხდარა. აბა დოლი აიღე, გარმონი აიღე, დავჯექით, ვიმღერებთ, გადავლაგდებით, იცეკვეთ, ყველაფერს დავასრულებთ და всё იქ. შერიგებული ვართ უკვე. რა მაგარია. ბიჭო, თქვენს მითხარით. დაწყე დაბარეკო, ზამის სახსი ვარ. მათე აბა პატარების დიდ შოუში რო ჩახვედი, გადასაღებად აუდიტორიაში რო გეძებდით, ბატონგიას რო დაეძებდი, მაგი მოყევი. რა მოყვეს დეიკარქა ბაღანა მიხანე, რა მოყვეს. 20 წუთი ვეძებდით. მე მეძებ და? ხო. შეგამჩნიათ უცებ და გავოხვათ მე უკან და ვერ დამიძა. ვერ დაგეწიო, ვერა, ისე პატარა. რა რიცხოვრება? მოვედი ვიახელი. ისიც მოვიდა ხო ხედა? და ხო იცი რა უთხრეს იქა ორი პროდიუსერებმა. გია შენთან ისედაც ჩამოა, ცოტად მოიცავდება. მართლა. რა ბედისწერა. და საოცარი. მომიყევი რას აპირებ მომავალში? მე ეს არ ვიცი. მეც მაინტერესებს. მომავალში? დაუშველი ბაბა. მომავალში ალბათ რა ვიცი, მამაჩემის ბიზნესი გავაგრძელებ. ეს ბიზნესია შვილო, მომჭერი თავი. შოუ ბიზნესი მაინც ხვი, შოუ ბიზნესი. ჩემი პროფესია ალბათ მომავალში იქნება ჩემი ქართული ტრადიციული ფოლკლორი, ცეკვა, სიმღერა და ალბათ ამას გავყვები და ამომიდგებიან გვერდში. თქვენ რას აპირებ? მე მოღვაწეობ ფოლკლორის მიმართულებით.
სადირიჟორზე ვსწავლობ ამავდროულად და ალბათ მეც მუსიკას გავყვები. გაყოლილი ვარ უფრო სწორად რომ ვთქვათ. მაქსიმალურად ვეცდები რომ აი ფოლკლორს რაც ეხება და კლასიკურ მუსიკასაც შეჭიდებული ვარ. მაქსიმალურად ვეცდები რომ კარგად შევისწავლო და არ ვიცი რა. შეჯერობით ოფიციალური მიმართულება გარდა ფოლკლორისა არ მაქვს. რაზე ოცნებობთ? ჩვენ ბედნიერებას ჩვენ ვქვით, საკუთარ ბედნიერებას. ჩემი შვილების ბედნიერებას და დედაჩემი მიმყოფოს ერთად დიდხანს. გაიხარეთ, სულ ბედნიერები იყავით. მართლა გულწრფელად ბედნიერი ვარ, რომ ხედავ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს. მე ახლა გიტოვებთ სიმღერას, რომელსაც შეასრულებს მალაყმაძეების აი ესეთი საოცარი ოჯახი ერთი გვაკლია ძინავს. ეს არის სხვა რაკურსი გიორგი ჯაჯანიძესთან ერთად. დავიწყოთ.